საავადმყოფოში გარდაიცვალა ქალი, რომლის მკვლელობაც კასპში ყოფილმა ქმარმა განსაკუთრებული სისასტიკით სცადა. 34 წლის თათია ლომინაძე 25 სექტემბრის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბრალდებულ ზურაბ ბურდულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, სავარაუდოდ მას ბრალი დაუმძიმდება. დაბა ჩაქვში სუსის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო გორელი აქტივისტების ანგარიშებზე წვდომას ითხოვდა. გერგაულის გადაწყვეტილება კუპრაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ობახიძის გადაწყვეტილებით 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. მიზეზი სავარაუდოდ 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებია. სამხრეთ ოსეთი დღეს წარმატებით ვითარდება დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოდ, ამბობს ლავროვი და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთის ახლო მეგობრად და მოკავშირედ მიიჩნევს. კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრი სოჩში დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრად შეხვდა. რუსი ჩინოვნიკის შველზე ნადირობისას მოკლეს. ქალაქ ნოვოსიბირსკის ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელს ალექსანდრე გრიპს მეორე მონადირემ შემთხვევით ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა.